სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ადამიანი, როდესაც მორწმუნე ხდება, ეკლესიის ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს, როცა ღმერთი შეეხება ადამიანის გულს და ინტუიციურად იცის, ანუ გაცნობიერებული არ აქვს, მაგრამ ინტუიცია სწორად უმუშავებს, რომ ის, ვინც მის გულს შეეხო, ის ეკლესიაში უნდა მოძებნოს, ეს არის ჭეშმარიტი რწმენა. როცა ადამიანი ამას ხდება, ეს დაუმსახურებელი ცოდნა აქვს და რწმენა აქვია მას, მას ჯერ გაცნობიერებული არ აქვს თუ სად მოდის, როგორ უნდა იცხოვროს და ეკლესიას აქვს ვალდებულება, რომ ბევრი რამე აუხსნას, რა თქმა უნდა, და მისი მონათვლაც თუ დასრულია, მისი მონათვლაც კი არ შეიძლება აი ამ გაცნობიერებულობის გარეშე და ერთ-ერთი მთავარი რაც არის, უნდა დაეხმაროს ეკლესია ადამიანს, რომ გააცნობიეროს, რომ ვისთან მოდის, ვის წინაშე დგება. ვინ არის ღმერთი, რა მისი სიდიადე, რომ გონება მიუწვდომელი სიდიადეს წინაშე რო დგება და რომ უმნიშვნელოვანესია, რადგან ღმერთი ცოცხალია და ღმერთი რო ცოცხალი არ იყოს და რაღაცა ენერგეტიკის და რაღაცა ძალების გჯეროდეს, ეგ სხვა არის, მაგრამ როცა შენ ქრისტიანი ხარ და შენ იცი რომ სამყაროს საწყისი ცოცხალი ღმერთია თავის სიდიადით საშინელი და შენ თავის მსგავს და ხატდა მსგავს არსებად შექმნა თავისუფლებით და გონიერებით აღჭურვა და შესაბამისად დაქტვირთა პასუხისგებლობით, აი ამის გაცნობიერება უნდა მოხდეს და უნდა გაიაზრო, რომ რადგან ის ერთადერთი სიცოცხლეა და ერთადერთი ყოფიერებაა და ერთადერთი მარადისობაა და ერთადერთი ბედნიერებაა და შემდეგ, ამიტომ ის ყველაფერი, ის ერთადერთი არსებობს იმ ნებელობით, რომელი ნებელობას მას როგორც თავისუფალ და გონიერ და აბსოლუტურად სრულყოფილ არსებას გააჩნია. და შენ შესაბამისად, შენი ნებელობა უნდა თანხმედრაში მოვიდეს მასთან და ეკლესია უნდა ასწავლოს ადამიანს, რომ ადამიანი ისეა დაცილებული ღმერთს და ეს ისტორია, საღვთო ისტორიას ხომ უნდა ვასწავლოთ, ანუ ჩვენ დავცილდით ღმერთს, ხო, 60-ში ადამთან ერთად, ჩვენი ნებელობა გაუკეთურებულია, უკეთურია ჩვენი ნება. და აი ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა დაიჯეროს ბოლოს და ბოლოს. არ ჯერ ამისი ადამიანს. უჭირს ძალიან, იმიტომ რომ საკუთარი თავის უარყოფაა. დაიჯეროს ადამიანმა, რომ მისი ნება ყოველთვის უკეთურია. არა ხანდახან, არა შიგადაშიგ, არამედ ყოველთვის უკეთურია მისი ნება. აი ამის დაჯერება, ამის მიღება ადამიანს ძალიან უჭირს. მაგრამ გაიხსენეთ, რატო? იმიტომ რომ თავის უარყოფას ნიშნავს. იგი ჩემი ნებაზე თუ არ ვთქვი, საკუთარი თავი უნდა უარყო და დიახ, საკუთარი თავი უნდა უარყო, ვინც არ უარყოს, თავი თვისი და სხვაგან კიდე უფრო მწარეთ ამბობს, ვინც არ წარიწყმინდოს, თავი თვისი ჩემთვის, იგი არ არის ჩემი ღირსი. გესმით რა შეასაქმე? აი ამის გაცნობიერება თუ ეს რას ნიშნავს? რომ ეს არ არის თურმე არც თავისუფლების წართმევა, არც გონიერების, რომ თურმე ეს არც საკუთარი თავის უარყოფა ამ სიტყვის დიდი გაგებით პირიქით, აი ამ უკეთურ ნებას რო იცილებ, მერე მოიპოვებს საკუთარ თავს. ამ ყველაფრის სწავლება სად უნდა მოხდეს თუ არა ეკლესიაში? ანუ ეს არის ჩვენი ვალდებულება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სასულიერო პირების. პირველი რასაც ჩვენ ვასწავლით, ვეუბნებით ადამიანებს, რომ ღვთისნება გამოვიძიოთ. და სად არის ღვთისნება გამოსაძიებელი, როგორ? წმინდა წერილში. მორწმუნე ნიშნავს, რომ აბსოლუტური ნდობა გაქვს წმინდა წერილისადმი. ერთ-ერთ ღვთისმეტყველმა იცი რა თქვა, ვიღაცა მე-19 საუკუნის ბოლო ან მე-20-ის დასაწყისი და ერთ-ერთი მოათეისტო ადამიანი ეუბნება, რომ კაცო, ეხლა ბიბლიაში ყველაფერი დასაჯერებელი კი არ არის. გჯერაო, რომ იონა ვეშაპმა გადაყლაპაო? გჯერაო, რომ იონა ვეშაპმა გადაყლაპაო? იცით რას ეუბნება? ბიბლიაში რო ეწეროს, რომ იონამ გადაყლაპა ვეშაპიო, მაგასაც დავიჯერებდიო. აბსოლუტური ნდობა წმინდა წერილისადმი, ვისაც არ აქვს, ის ქრისტიანი არ არის. შესაბამისად,
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ზედმიწევნით გამოვიძიოთ ხოლმე წმინდა წერილი და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი მსჯელობა თუ ქრისტიანებზე ვსაუბრობ ახლა. ჩვენი მსჯელობა, ჩვენი სიბრძნის მეტყველება, ანუ ჩვენი ფილოსოფია იყოს აცდენილი წმინდა წერილთან და მასთან წინააღმდეგობაში მყოფ. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გვახსენდება მოღვაწეების, რომლებიც ესე ამბობენ. ეშმაკის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი ადამიანის წინააღმდეგ არის ის, რომ დააჯეროს ადამიანები, რომ ეშმაკი არ არსებობს. დიახაც. და მე მინდა გითხრათ, რომ თითოეულ თქვენგანს თუ ამის გამოცდილება არ აქვს, რომ ეშმაკი არსებობს, თქვენ ქრისტიანები არ ახართ. და ეს ისეთ რას ნიშნავს? აი თუ რომელიმე თქვენგანს არ აქვს იმის გამოცდილება, რომ ეშმაკი არსებობს, ეს ისეთ რას ნიშნავს? ის თქვენით манипуლირებს, ის თქვენ გმართავთ. ეკლესიაში მყოფნი ხართ, აღსარებელი, მაზიარებელი, მაგრამ მართული ხართ დემონური ძალები და ვერც კი გძნობთ ამას. ის მართავს თქვენ ნერვულ სისტემას, ის მართავს თქვენ ხორცს, ის მართავს თქვენს ვნებებს, ის მართავს თქვენს აზრებს, ის მართავს თქვენ გულის სიტყვას, ის მართავს თქვენ ნებელობას, მას ხელთ უპყრია თქვენი თავისუფლება და თქვენი აზროვნება და ისე რომ აზზე არ ახართ. გესმით? თუ თქვენ არ აგაქვთ გამოცდილება მასთან ბრძოლისა და ამ ბრძოლაში იმის გამოცდილება რომ ის არსებობს. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით. სადაც კი გაიგონებთ რამე ისეც, რომელიც წმინდა წერილთან წინააღმდეგობაში მოდის, ის არის პირდაპირ დემონური აზრი და მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჯეროთ. რაც არ უნდა ყურისთვის მომქავებლად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყურისთვის მომქავებლად, ანუ სასიამოვნოდ ჟღერდეს. ეხლა წმინდა წერილში შეხედეთ, აი დღეს აღმოვიკითხეთ, მათეს სახარება. გუფალი ნათლისღების მერე რომ უდაბნოში გადის, ვისთანაა ბრძოლა? ვინ ესაუბრება? ვინ შედის მასთან დიალოგში? ვინ ცდილობს მის ცდუნებას? მისი საკუთარი აზრები და თავის თავს ელაპარაკება და ვიღაცა გონია ქრისტეს? თუ წმინდა წერილი ტყუის და გახსოვთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, ეხლა მე ამ თემას არ გავშლი სიღრმისეულად, მაგრამ ამაზე ბევრჯერ ადრე გვისაუბრია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯერ კიდე ეს თემა, რასაც ეს უდაბნოში გამოცდა ქვია ქრისტესი, ეს თემა ჯერ კიდევ ადამს შეემთხვა და ევას სამოთხეში, მერე უფალი, სადაც ადამმა ვერ გაიმარჯვა, უფალი იმარჯვებს აქ ეშმაკთან და მერე იოანე მოციქული თავის წერილში ამას კიდე საგანგებოდ განმარტავს, ანუ სამადგილას არის წმინდა წერილში აი ეს თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. და გახსოვთ, რომ ესე იგი პირველი ცდუნება რა არის, რომ მოშივდება და მართლა მოშივდება. შეელო მას რა თქმა უნდა ქვების პურად გადაქცევა და ამის მაგალითები ხა უფალი ყველაფერს აკეთებს, ყოვლის შემძლეა. და ამას ეშმაკი ეუნება, რომ ეს გააკეთოს. ეხლა რატო არ აკეთებს უფალი ამას, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ნახეთ აქ ჩანს რითი შეუულია მოინადიროს ეშმაკს ადამიანი, თვით უმეტეს ის ადამიანი, რომელიც ეშმაკს არ იცნობს და მასთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს თავად. ხორციელი პრობლემებიდან გამომდინარე, ხორციელი სიამოვნებით, ხორციელი საჭიროებიდან გამომდინარე და თუ ადამიანი თლათ ესე იგი პირუტყულად ცხოვრობს ჰედონიზმიდან გამომდინარე და გახსოვთ ის ქშია და გადააქციე. ეშმაკს უნდა რომ უფალი მისი მორჩილი გახდეს. ის ხედავს, ღმერთს ვერ ხედავს, მასში ადამიანს ხედავს და ვერ ხვდება ღვთისძე რას ნიშნავს და უნდა რომ დაიმორჩილოს. და უფლის პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღვთისა. ეს სიტყვები წმინდა წერილის სიტყვებია. ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტე ეშმაკს ამარცხებს არა ღვთაებრივი ძალმოსილებით, არამედ ქრისტე ეშმაკს ამარცხებს წმინდა წერილის საშუალებით. წმინდა წერილით აუკრავს ხოლმე პირს და მის ნებელობას კეტავს. ეს სიტყვები წმინდა წერილიდან არის ძველი აღთქმიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული არ არის მხოლოდ მიწიერ და ხორციელ საჭიროებებზე და ხორციელ საზრდელზე. და ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს არის ქრისტიანის მდგომარეობა. ქრისტიანმა იცის, სიცოცხლე არ დაიყვანება ხორცის სიამოვნებაზე, ხორცის ჯანმრთელობაზე, ხორცის კეთილდღეობაზე. გესმით? მე გაცილებით უფრო დიდი ვარ და ღრმა ვარ და მნიშვნელოვანი ვიდრე ის რაც ჩანს. ეს ერთი და თუ ადამიანს ეს გაცნობიერებული აქვს, ეშმაკი ესე ადვილად მას ვეღარ ამარცხებს. თვით სიკვდილის შიშიც აღარა აქვს, ხორცით სიკვდილის შიშიც აღარა აქვს თვით ადამიანს ასე დროს.
შემდეგი გამოცდა იცით რომ გადახტი და დაგიჯე რა თქმა უნდა შენ არ დაიმტრევი და სხვათა შორის აი აქ ზოგს როგონია რომ თქვათ ეშმაკმა არის ის წმინდა წერილია და წმინდა წერილი თავისთავადსა და წმინდა წერილი სიტყვები ეგ ეშმაკი აღარ არის. წმინდა წერილი ცდილობს 90-ე ფსალმუნით ცდილობს ეშმაკი აცდუნოს ქრისტე და გადახტი და შენ არ დაიმტრევი და 90-ე ფსალმუნის სიტყვები მოყავს და უფალი რა ხე აქ დასეუნება და რატო ფიქრობს რომ აცდუნებს? იმიტომ რომ თუ იფრენდა ქრისტე ტაძრიდან გადმოვარდნილი ქრისტე თუ იფრენდა, მაშინ ყველა ხალხი გაყვებოდა და შეხო გინდა რომ დაგიჯერონ, შეხო გინდა რომ გამოყვნენ. ხო და გადმოხდი და იფრენდა ყველა გამოყვება. არა განსადო უფალი ღმერთი შენი. აი აქ არის აკრძალვა ღმერთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. აი ადამიანს აქ ხშირად მოწმუნეს ეს რომ აი მე რომ ამას ვაკეთებ, უფლისგან ამას მივიღებ. მე რომ ვიმარხულებ, მე რომ ვილოცებ, მე რომ ვეზიარები, მე რომ სიკეთეს გავაკეთებ, მე რომ ქველმოქმედებას ჩავიდენ, უფლისაგან ამას მივიღებ სანაცვლოდ. აი ასეთი დამოკიდებულება არის ღმერთთან ვაჭრობა და ეს არის ზუსტად აი ამის წინააღმდეგარი მიმართული ეს უფლის ეს სიტყვები. არა ესეც წმინდა წერილიდან. არა განსადო უფალი ღმერთი შენ. და გვახსოვდეს რომ როდესაც ღმერთთან ურთიერთობაში პატარა ანგარება მაინც გაგვეპარება. რომელიც მდგომარეობს შემდეგში რომ რადგან მე კარგად ვიქცევი, რადგან მე სწორად ვცხოვრობ, სწორად ვფიქრობ, ყველაფერს ვასრულებ, როგორც შემილია, შესაბამისად ამას ნაყოფად უნდა მოყვეს ჩემი მიწიერი კეთილდღეობა, ასეთი დამოკიდებულება არის შეცდომა. გესმით? იმიტომ რომ ესე პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან არ არის. და ამიტომაც როცა მე ვაკეთებ სიკეთეს, ქრისტეს გაგებით სიკეთეს, საღვთო სიკეთეს, რაც ღვთისათვის სათნოა. ვაკეთებ არა იმიტომ, რომ მე სანაცვლოდ მიწიერი სიკეთე მივიღო, არამედ მიყვარს უფალი და ჩემი ცხოვრების კრედო და საზრისია მას ვუერთგულო და ამიტომ ვაკეთებ ამას და არა იმიტომ, რომ სანაცვლოდ მივიღო ის როგორც დედა რო შვილს ზდის და უვლის წესით ნორმალური მშობელი, იმიტომ კი არ ზდის და იმიტომ კი არ უვლის, რომ აი გაიზრდება და მე შემინახავს, ხო? არამედ უყვარს და იმიტომ აკეთებს. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი გახსოვთ, რომ ესე იგი თელ სამყაროს სიმდიდრეს და ძალაუფლებას აჩვენებს. თელ სამყაროს სიმდიდრეს და ძალაუფლებას აჩვენებს. და აი ამას რო აჩვენებს, ხო? ნახეთ რა საოცრება ყველა ადამიანის აი ესეთი მგზნობიარე ადგილი. და ფიქრობს რომ აცდუნებს იმიტომ რომ ფიქრობს რომ ესე მთელი ძალაუფლებას რო ხელში ჩაუგდებ ქრისტე იტყვისო რომ ესე იგი მე ჩემს სოფლდელობას გავავრცელებ ამიტომ დაბიჯერებსო ფიქრობს და იმდანად დარწმუნებულია ეშმაკი რომ ქრისტე ამაზე წამოეგება იმიტომ რომ ის ხო არის ის რომ პიროვნულად ღმერთია და გონია რომ როგორც ადამიანს ვასტუნებ იმდანად დარწმუნებულია რომ უკვე თავხედობაზე გადადის შენ ძალაუფლებას ხელში ჩაგიგდებ და მე რა სოფლდელობას გინა გაავრცელე ოღონ ერთი პირობით თაყვანი მეცი. რა თქმა უნდა, ისევ წმინდა წერილის სიტყვებით უკუაგდებს, წარვეთ ჩემგან სატანა მართ უკუნ რამე თუ წერილარს, უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანის სემთ და მხოლოდ მას მსახურებდე, ესე ანუ სამივე შემთხვევაში წმინდა წერილით ამარცხებს, წმინდა წერილის სიტყვებით ამარცხებს. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. ყველა ადამიანს ამბიცია რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება გქონდეს, რაც შეიძლება მეტი მატერიალური დოვლათი მოიხვეჭოს. ყველა ადამიანს აქვს და ნიჭიერების შესაბამისად ამის რეალიზებას ახდენს. და ასეთი ეს ყველას გვჭირს. და აი აქ არის ზუსტად ის ხიფათის შემცველი, რომ ძალაუფლებით ტკბობა და ძალაუფლების სურვილი და შესაბამისად მატერიალური დოვლათიც პირადი, რომელსაც ასევე ძალაუფლება მოაქვს, ხიფათის შემცველია იმიტომ, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება ამ დროს ქრისტეს უღალატოს და ეშმაკს შეუდგეს და ეშმაკს თაყვანისცეს. ოღონ არა რიტუალურად მაინდა-მაინც, მაგრამ შინაგანად თავის სინდისის წინააღმდეგ სულა, ღვთისნების წინააღმდეგ სულა, როცა არჩევანია ქრისტე თუ აი რაღაცა საქმე იმ საქმეს ირჩევს და არა ქრისტეს. ამიტომ ეს არის ხიფათის შემცველი. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეს, როდესაც მას აქვს ამბიცია, რომ ვიღაცაზე ზემოქმედება კონდეს და იბატონოს, მან უნდა იცოდეს, რომ დიდი საშიშროების წინაშე დგას, შეიძლება მას უკვე თაყვანი
ცა ეშმაკს და შეიძლება უკვე ძალიან დიდ კომპრომისზე წავიდა საკუთარ სინდისთან, საკუთარ წმენასთან თუ გააჩნია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. ესე იგი აქ ძალიან კარგად შესრულა ეშმაკი რა თქმა უნდა არსებობს და მე ახლა პავლე მოციქულს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში რომელიც ასევე დღეს წავიკითხეთ ჩვენ ესე იგი პავლე მოციქულის ამ სიტყვებში კიდევ ერთხელ ხედავთ რომ როგორ არსებობს ეშმაკი და როგორი ძალა აქვს მას და როგორ მოგვიწოდებს პავლე მოციქული ბრძოლისკენ იმიტომ რომ ეშმაკი რეალურია და ის ჩვენს წინააღმდეგ აღდგება როგორც სამხედრო ძალა და სხვა და ეხლა მარტო ამ სიტყვებით არ საუბრობ მე იმიტომ რომ ერთ ადგილას პირდაპირ ამბობს რომ ეშმაკი ჩვენს ვნებებს იყენებს და მე ჩვენს წინააღმდეგ როგორც ჯარი ისე დგება და ეს სასტიკომს გვიცხადებს და ნუ აქაც ეს პრინციპში ჩანს აი პავლე მოციქული ამბობს ეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლია ამიერიდან ზმანო ამიერიდან რა ამიერიდან მას შემდეგ რაც ჩვენ ქრისტიანები ვხდებით ხო გვახსოვს როგორ იწყება ჩვენი ქრისტიანობა ნათლობამდე რას ვაკეთებთ ეშმაკს ვაფურთხებთ ანუ გესმით ეშმაკი არ არსებობს ნათლობიდანვე უარყოფს იმიტომ პირველი რასაც აკეთებს ადამიანი მონათლამდე ამბობს ფუი ეშმაკს რა შემდეგ გავძლიერდეთ რაც ქრისტიანი ხდებით რაც ეშმაკს შევანერწყვეთ და რაც განვაცხადეთ ამბიციურად მოდი კაი გაგებით რომ ქრისტეს შეუდგებით მას შემდეგ განძლიერდით უფლის მიერ და სიმტკითითა ძლიერებითა მისცათ ანუ მისი ძლიერებით მისი მტკიცე ძალით უნდა გაძლიერდე მარტო ვერ მოერევი შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა ანუ საჭურველი ნიშნავს სამხედრო შეიარაღებას სამხედრო ესე იგი დაწყებული მუნდირიდან დამთავრებული ნებისმიერი იარაღით ეს არის საჭურველი და ამბობს ყოვლად საჭურველი ანუ თუ რამე შეიარაღება არსებობს ყველაფერი აისხით გესმით ყველაფერი სრული მზადყოფნა საბრძოლო ხედავთ რა ტერმინებით გველაპარაკება პავლე მოციქული რომ ესე გამოგაფხიზლოს იგი სრულად თუ რამე გაგაჩნია ყველაფერი ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა რათა შეუძლოთ თქვენ წინა დადგომად მანქანებათამათ ეშმაკისათა ეშმაკის წინააღმდეგ მანქანება რას ნიშნავს ესე იგი ეშმაკი მოქმედებს ძალითაც და ხრიკითაც გესმის დატყვილებს გაცდუნებს აბსოლუტურად არასანდოა რო გონია რომ დამთავრდა ბრძოლა მაგის მაგალითების მეტი რა გვაქვს პრაქტიკულ ცხოვრებაში ხო ესე ადამიანს რაღაცა ბრძოლებია ცოტა ჩაწყნარდება კარგად არის მოეშვება როგორც კი მოეშვება უარესად თავს ატყდება მე გესმით რამე და ადამიანთან შორის ურთიერთობის გაჯანსაღების უმნიშვნელოვანესი პრინციპი რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გაჯანსაღდეს ჩვენ არა ვართ ერთმანეთის მტრები თუ ეშმაკი არ არსებობს მაშინ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ აბა რომ ცუდად რომ შემომხედავ და მეც ცუდად შემოგხედავ რომ დამიყვირებ და დაგიყვირებ გესმის რაღაცა რომ შეგეშლება ჩემთან და მეც რომ შემეშლება შენთან მტრები ვართ არა ვართ მაგრამ არა ვართ მტრები იმიტომ რომ ჩვენ ვართ ინსტრუმენტი თავში რო გითხარით ხალხო გვმართავს ბოროტი და აი ნახეთ რას ამბობს არ არის ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა სისხლ და ხორცი ჩვენა ვართ ჩვენ ერთმანეთის მიმართ ბრძოლა არა გვაქვს არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა სოფლის მყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისა სულთა მიმართ უკეთურებისათა მთავრობანი ხელმწიფებანი ძალნი საყდარნი უფლებანი ქერუბიმი სერაფიმნი და ასე შემდეგ ეს არის ანგელოსთა დასები და ამათ წინააღმდეგ რომლებიც ნაწილი გახდა მათი ეშმაკები გახდნენ ხო ამათ წინააღმდეგ გვაქვს ბრძოლა რომელსაც სოფელი უპყრიათ და ამას სოფლის თავადი ეშმაკია როგორც მინდა წერილი გვასწავლის რომელიც ამ წუთი სოფლის სიბნელეს განაპირობებენ და უკეთური სულები არიან რომელიც არიან ცასაქვეში ანუ ამ სამყაროში არიან აი ჩვენ ბრძოლა ვის წინააღმდეგ არის ყველას მართავენ ყველას იგრძენით როგორც ცდილობენ ისინი თქვენს მართავს და ხშირად გმართავენ თქვენს ემოციებს თქვენს სიტყვას თქვენს გამოხედვას თქვენს სიარულის მანერას თქვენს გადაწყვეტილებებს ხო ხშირად მithქვია ქრისტიანობა ნიშნავს გულის სიტყვასთან ბრძოლის ხელოვნებას მისი მთავარი ინსტრუმენტი ეშმაკის არის გულის სიტყვა რასაც თქვენ აკეთებთ ნებისმიერს იმას წინ უძღვის გულის სიტყვა ის თითქმის ყოველთვის უკეთური ძალისგან არის და მე და მიდიხართ აი ამ უღმერთობის წრეზე თავიდან და დაბერდი მალე უნდა გარდაიცვალო
და ქრისტეს ერთი ნაბიჯითაც კი არ მიუახლოვდი. იმასაც კი ვერ ახერხებს ხანდახან ადამიანი. არ არის საოცრება. ეკლესიაში დაბერდა ადამიანი, დაბერდნენ ეკლესიაში ადამიანები. და წირვის განმავლობაში ისე ლაპარაკობენ, რომ გარშემო მყოფებს ხელი ეშლება და როგორ ფიქრობთ, წირვის დროს შენ ლაპარაკობ და ნებისმიერი თემა წირვის დროს სისულელე რომ არის. შენ ენაზე ვინზის როგორ ფიქრობ? შენ გონი ეშმაკი არ გმართავს? და თუ შენ ენას ეშმაკი მართავს, შენ გულსაც ის მართავს, იმიტომ რომ ენა გულზეა მიბული და ცხონება არ გინდა და გადარჩენა არ გინდა. აი ეს არის ესე იცის ამ გულარხეინობა, ეშმაკია ხე რა ეშმაკია. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი, იგი ღვთისა კვლავ შეერაღებაზე საუბრობს, რომ შეუძლოთ წინა დადგომა დღეს ამას ბოროტსა, რომელია ეს ბოროტი დღე? ყოველი დღე ბოროტია და გახსოვს კი არ ვიგონებ უფლის სიტყვებია, ყოველ დღეს თავის საკმარისი ბოროტება აქვს. დღეს ამას ბოროტსა, ყოველი დღე ბოროტია, როდესაც ქრისტეს ღალატობ, როდესაც ეშმაკის იარაღად იქცევი. ყოველი დილა ბოროტია შენთვის. გესმის? ამიტომაც იმისათვის უნდა აღჭურვილი იყოს საბრძოლო იარაღით, რომ ყოველი დღე, რომელიც ბოროტია, ამ ბოროტ დღეს დაუპირისპირდე. ყოველსავე იქმოდეთ, ყველაფერი არის, ყოველსავე იქმოდეთ ნიშნავს, ისე კი არა, ცოტათი კი არ ეცადოთ. ყველაფერი გააკეთოთ, ყველაფერს ეცადოთ. რატო? რათა ზდგეთ. იდგე როგორც ადამიანი, როგორც ქრისტიანი. მტკიცეთ უკედექით, ანუ მტკიცეთ იდგე. რომ ქრისტეს უერთგულო, ისე ვერ უერთგულებ. და მე კიდევ ერთხელ შეერაღებაზე საუბრობს, ნახეთ, მოირტყენით წელნი თქვენი მეომარი შემოიკრავდა კამარს და კამარზე სხვადასხვა აღჭურვილობა, მოირტყენით წელნი თქვენი და ეხლა რა შეიარაღებზე რომ საუბრობდით, რა იარაღებია და ამ იარაღებს ჩამოთვლის. წელნი თქვენი მოირტყენით ჭეშმარიტებით, შეიმოსეთ ჯაჭვის სიმართლე, ანუ ჭეშმარიტება იარაღი, სიმართლე იარაღი, შეისხენით ფეხთა თქვენთა განმზადებულება სახარების ამის შვიდობისა, מחარებლის მოციქულებრივი სული შეიძინე. ყოველსაში აიღეთ ფარი, რა ფარი? სარწმუნოების ამ მტკიცერწმენა გქონდეს, რომლითაც შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროთა განხურვებულთა დაშრეტად და ჩაფხუტი ცხოვრების, ანუ სიცოცხლე ვინ არის? იესო ქრისტე და მახვილი იგი სულის მახვილი და რა არის ეს სულის მახვილი? სიტყვა ღვთისა, რომელიც ჩვენში შემოედინება წმინდა წერილით, წმინდა მამათა თხუზულებებით და მათ მიერ თანატოვარი ლიტურგიკული და ლოცვითი ტექსტები. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და ბევრი საბრძოლველი გვაქვს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვიყოთ მიძინებულ მდგომარეობაში, თორე ცხოვრება გავა და ჩვენ აღმოვჩნდებით ღმერთის გარეშე ჯვარი გვწერია ყველას. ამიტომ გამოვხიზლდეთ, აბსოლუტური ნდობა გამოუცხადოთ წმინდა წერის და რა თქმა უნდა წმინდა ეკლესიას, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს. ფრთხილად ვიყოთ რაღაცა ეს უცხო შემოტმასნული, რაღაც სხვადასხვა მოძღვრებებით და გონივრულად უფლისადმი მტკიცე ერთგულებით და ბრძოლის უნარით გავაგრძელოთ ის დარჩენილი დღეები, რაც უფალმა დაგვიტოვა, რომ ვცხონდეთ და გადავრჩეთ და არ დავიღუპოთ. რომ მოვასწროთ სანამ გარდავიცვლებით, ქრისტე შევიყვაროთ და ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.